მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. გაინტერესებთ რა გელოდებათ დღეიდან? მაშინ მოთავსდი ლამაზად, იფიქრე შენ თავზე. მარტო შენ თავზე იფიქრე ახლა, ყველა ფიქრები გადაყარე. და ვნახოთ ამჟამად რა მდგომარეობით მოხვედი. რა მდგომარეობით ახლა? ჩემო კარგო, აქ ვხედავ ფინანსებზე გაქვს პრობლემა. ფინანსები ჩანს, ბევრი ღელვებიც ჩანს. ან შეიძლება ბევრი ფული გჭირდებოდეს და ამაზე ძალიან დიდი ღელვები გაქვს. პირდაპირ ფინანსებზე დეპრესიულ ფიქრებს ავხედავ. ძალიან ბევრს ფიქრობ და ნერვიულობ, გემჩნევა. კიდე რა პრობლემა გაქვს ვნახოთ. უნდობლობა გაქვს, ეგოისტობა გაქვს უკვე. თითქოს მტროლათაც დგეხარ. ყველაფერში ეჭვი-გეპარება ჩემო კარგო. კიდე რა ხდება? გულგაციებული ხარ სხვათა შორის, აქ ვხედავ პიროვნებას, რომელიც ცოტა გულგაციებული დგეხარ. ძალიანაც გინდა რაღაცა სიტუაციიდან რომ გაერიდო უკვე. ან შეიძლება მოშორდე, შეიძლება შორს დგას, მაგრამ მაინც უკან იყურები. ჩემო კარგო, აქ ძალიან ბევრ რამეში ეჭვი-გეპარება და კიდე რა გიჩანს, იცი? სხვათა შორის შენი ფიქრები რაღაცა გზის თაობაზე ჩანს, ან მოგზაურობაზე. შეიძლება შენ თვითონ ფიქრობდე გზის თაობაზე, ან შეიძლება პარტნიორი გყავდეს სათხაც გზაზე და ამაზე ფიქრები ამოგივიდა. ძალიან ცუდი გრძნობები და ფიქრები გაქვს, აუცილებლად უნდა გადაყარო ეს ცუდი გრძნობები. მოდი ვნახოთ ნეგატივი როგორი გაქვს. ისევ თქვი შენი სახელი. აბა ვნახოთ ნეგატივებზე რას გვეტყვის კარტი. ჩემო კარგო, რა არის იცი? გზებს კი ვხედავ, თითქოს რაღაცა გზას დაადგები, რომ გამოსავალი ნახო. შეიძლება ბევრ გზასაც დაადექი, შეიძლება სხვაგანაც არ იყო წასული, შეიძლება სადმეც იყო წასული, მაგრამ ჯერჯერობით იცი, მერყეობა გაქვს. თითქოს ტრიალებ ერთ ადგილას და ერთი და იგივე დონეზე მოდიხარ. სახლის ჭერი ამოგივი და ცოტა ამობრუნებული, ჩემო კარგო. ნახოთ კიდე რა გჭირს, რა გაქვს. ბევრ დანაკარგსაც ხედავ. მაგრამ შენ ისეთი წარმატებული ადამიანი ხარ. მაინც ბრძოლა გელოდება და დიდი შანსები გელოდება, მაგრამ მოთმინება აუცილებელია. შორი გზიდან რაღაცა ახალი ამბავი გელოდება. მზად იყავი მომავალში ძალიან დიდი ლიდერობა და ახალი ცხოვრება სიწყებ. ამიტომ გული არ გაიტეხო არაფერზე. ნეგატივი არ ჩანს, ჩემო კარგო. არ ვიცი რას აკეთებ, როგორ აკეთებ, ნეგატივებს ამ წუთას ვერ ვხედავ. კარგი, ნახოთ 36 კარტი რას გვეტყვის. თქვი შენი სახელი, დაბადების წელი. ჩაუთქვი სურვილი და კითხე კარტს, რა მელოდება მომავალში. და დავიწყოთ. გული მართალია გაპუსტავებული გაქვს. რაც შენ გულს უნდა, შეიძლება ის არ არის, ჩემო კარგო. მაგრამ შენ მაინც დიდი სიყვარულით დგები. სხვათა შორის ლაპარაკი ამოგდის ძალიან ბევრი. დარდით დგეხარ, ჩემო კარგო. აქ ვიღაცა ქალბატონს ხედავ, რაღაცა ფულით ამოგივიდა. შეიძლება ფული ამოგდეს.
მომავალში ჩემო კარგო რა გიჩანს? თანხას აუცილებლად მიიღებ. დიდი სიხარულები გელოდება, მოულოდნელად კარგი ახალი ამბები გელოდება და ბოლოს ვიღაცა გოგონა ან ვიღაცა ქალბატონიდან დიდი დამშვიდება გელოდება. კარგი, ნახოთ კიდე რა გელოდებათ. ჩემო კარგო, ეს პერიოდი ამ დღეებში, ან მოკლე ხანებში აუცილებლად ახალგაზრდა გოგო გიჩანთ ვიღაცა ბიჭთან ერთად. შეიძლება შავგრემანი ბიჭთან ერთად ამოგივიდათ, ძალიან დიდი დამშვიდება გელოდებათ ამათგან, ამ პიროვნებისგან. კიდე რა გიჩანთ? ჯერჯერობით თქვენ სურვილებში ძვირფასო მეგობრებო, ცოტას მერყეობთ. მერყეობთ უფრო შეიძლება ფინანსების თაობაზეც იყოს, მაგრამ ეს იცოდეთ, ამ პრობლემას ჩახსნით, თანხა გელოდებათ, აუცილებლად ხელში რაღაცა თანხას ჩაიგდებთ. სახლის ჭერი ამოგივიდათ. სახლის ჭერზე შეიძლება ცოტა არ იყოს რაღაცა ლაპარაკი იყოს ორ მამაკაცთან, რაღაცა ახალი ამბავი შეიძლება გქონდეთ ამ სახლის ჭერის თაობაზე. თქვენ სახლის ჭერის თაობაზე ცოტა არ იყოს სიხარული რო უნდა გქონოდათ ან გინდათ, ამაზე ნერვიულობა ამოგივიდათ და ამიტომაც რაღაცაზე ძალიან დიდი გაპოსტავებული და გაბრაზებული დგეხარ. იმიტომ რომ შეფერხებები ამოგივიდა თანხის თაობაზე, მაგრამ მომავალში თქვენ ამ თანხას ხელში ჩაიგდებთ აუცილებლად და დიდი სიხარული გექნებათ. კარგი, ნახოთ, გავაგრძელოთ. ძალიან დიდ როლს თამაშობს აქ ვიღაცა ქალბატონი, ჩემო კარგო, რაღაცა დიდი ინტერესებით დაგეცათ და სხვათა შორის ვიღაცა ქალბატონიდან დამშვიდება გელოდებათ ამ ქალბატონიდან. შეიძლება გოგონა იყოს, შეიძლება ვინმე ქალბატონი იყოს. კაზიან სახში მაგიდა გელოდება. გული გიტირის, გული არ გეხსნება, ნერვიულობა გაქვს ეს პერიოდი, მაგრამ ღმერთის წყალობა ამოგივიდა. გზიდან ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი გიჩანთ, ჩემო კარგო, და მზად იყავით ვიღაცა ახალგაზრდა პიროვნება ბიჭიდან, რაღაცა თანხით ამოგივიდათ ეს ადამიანი, ეს პიროვნება. ფულით ამოვიდა, თითქოს ხელში რაღაცა ფულს იჭერს. და რა დაგჭირთ, ჩემო კარგო, ძალიან ფრთხილად იყავით ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭთან. ამ ახალგაზრდა ბიჭთან ან მოგვიანებით, ან საღამოს გზით რაღაცა დიდი სანერვიულო გელოდებათ, ამაზე იყავით ფრთხილად. ახლა დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის მეგობრებო.